რუსეთში შიშითელიან ვაგნერელების ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების სამშობლოში დაბრუნებას. შიშის საფუძველი კი აშკარად აქვთ. მაგალითად, ორმა ვაგნერელმა ერთი თვის წინ სოფელ დერევიანოეში ორი მოქალაქე სასტიკად აწამა და მოკლა. შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა. მოგვიანებით კი სხვა სახლში შეიჭრა და იქ 4 პირი დაჭრა. კარგი ოჯახი გქონდა. ასე არ უნდა დახოცილიყვნენ. მოკლეს და დაწვეს. ჩემი ოჯახის წევრების დაკრძალვაც ვერ შევძელი. ალექსანდრე სოფონოვა ერთ-ერთი ეჭვმიტანილის და Sky News უყვება, რომ მისი ძმა ციხიდან პირდაპირ უკრაინაში საომრად გაუშვეს. წარმოიდგინეთ, 7 წელი რომ ციხეში ხარ და შემდეგ უცებ გიშვებენ და გიშვებენ უკრაინაში. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებში ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება ამ ხალხს. სანამ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპებოდა, ევგენი პრიგოჟინი ამბობდა, რომ ციხიდან 32,000 ადამიანი გაათავისუფლა უკრაინაში ომში წასვლის სანაცვლოდ. მათ შორის იყო ციმბირელი ვლადისლავ კანიუსი, რომელმაც 23 წლის მეგობარი გოგონა ვერა პეხტელევა წამებით მოკლა. წესით მას ციხეში 17 წელი უნდა გაეტარებინა, თუმცა ახლა თავისუფალია და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირიცხება. მისი გათავისუფლების შესახებ გოგონას ბიძამ სოციალური ქსელიდან შეიტყო. განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, ახლა კი მის სასტიკ მეთოდებს კიდევ უფრო დახვეწდა. ვერას 3 საათის განმავლობაში აწამებდა. წარმოდგენაც არ მინდა იმის თუ რა მოხდება უკან რომ დაბრუნდეს. რუსეთის ქალაქებში და სოფლებში ხმები დადის, რომ ვლადისლავი და კიდევ ბევრი მისი თანამოაზრე რუსეთში დაბრუნებას გეგმავს. მოსახლეობა შეშინებულია, რადგან ახლა მათ გვერდით იცხოვრებენ დამნაშავეები, რომლებსაც თან აქვთ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომ თავისუფლები არიან.